რეჟიმი ევროპაში ბოლო მოკავშირეებსაც ატყუებს. ოლიგარქის პრემიერმა ევროსაბჭოს გენდივანს უარი უთხრა სამუშაო ჯგუფზე, რომელზეც მანამდე შეთანხმდნენ. ოცნების პირობა რუსული კანონის შესაცვლელად ფორმატის შექმნაზე მაშინ ალენ ბერსემ თბილისში წინააღმდეგობრივი ვიზიტის მიღწევად გაასაღა. არჩევნების მიტაცების, ევროინტეგრაციაზე უარის და მოქალაქეების წამების ფონზე კრემლიდან შთაგონებული კანონის ცვლილებაზე საუბარი ხელს მხოლოდ რეჟიმს აძლევდა. რა შეიცვალა ახლა? სალომე ლაბაძე მოისმინა შეფასებები ამ თემაზე, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. მთავარი რაც შეიცვალა ისაა, რომ ქართულ ოცნებას რუსულ კანონთან დაკავშირებით ახალი გეგმა აქვს. თუ 20 დეკემბერს ალენ ბერსეს თბილისში ვიზიტის დროს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ქართული ოცნება შეუთანხმდა იმაზე, რომ შექმნიდა სპეციალურ ჯგუფს და იმუშავებდა ამ კანონის შემსუბუქებაზე, ახლა რეჟიმის გეგმა საპირისპიროა და ამ გეგმის შესაბამისად რეჟიმი აპირებს, რომ რუსული კანონის კიდევ უფრო მკაცრი ვერსია ამოქმედოს, რაც მამუკა მდინარაძემ დაანონსა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე. ამით კი შეიძლება ითქვას, რომ რეჟიმმა დაკარგა პრაქტიკულად ბოლო მოკავშირეც, რომელიც მას ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ჰყავდა. ალენ ბერსე იყო სწორედ ერთ-ერთი ბოლო ევროპელი ბიუროკრატი, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებლად მიიჩნევდა ქართულ ოცნებასთან კონკრეტულ საკითხებზე მუშაობას და ინარჩუნებდა ერთხელ კეთილგანწყობას ივანიშვილის პარტიის მიმართ, თუმცა ახლა სავარაუდოა, რომ მას შემდეგ რაც მან ირაკლი კობახიძემ უარი განუცხადა შეპირებული გეგმის განხორციელებაზე, უკვე ალენ ბერსესთვისაც გახდა ცხადი, რომ ქართულ ოცნებასთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკებას, თუ ეს საკითხი არ იქნება ახალი არჩევნების დანიშნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება აზრი არ აქვს. ასე ფიქრობენ სწორედ რეჟიმის მოწინააღმდეგეები, ჩვენ ოპოზიციონერ ლიდერებს ვესაუბრეთ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ალენ ბერსესთან პარტნიორობა ქართულმა ოცნებამ კრემლის დავალებით შეწყვიტა, უფრო სწორად კი კრემლის დავალებას შესწირა ალენ ბერსესთან პარტნიორობა. კრემლის დავალება კი არის ის, რომ ოცნებამ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს უკან და მეტიც ამის საპირისპიროდ კიდევ უფრო რეპრესიული გახადოს საკუთარი პოლიტიკა, რისი დასტურიც არის ყველა ის კანონი, რომელიც მიმდინარე კვირაში დაამტკიცა და ასევე დაანონსა ივანიშვილის რეჟიმმა. სასწორზე დევს ორი საკითხი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამიტომ შემსუბუქდება თუ უკან გაიწვევენ რუსულ კანონს, აც უკვე ასეთი აქტუალობა დაკარგული აქვს. არის დირექტივა ალბათ პირდაპირ ჩამოსული რუსეთიდან, რომ ეს ნაბიჯიც არ გადაედგათ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ ინტერესებდა ამ ნაბიჯს გადადგამდნენ თუ არა. ჩვენ მთავარი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, მაგრამ აცი ვერსიც მიხვდება, რომ ქართული ოცნება არის არასანდო პარტნიორი და ქართულ ოცნებას არავინ არ უნდა ენდოს. რუსული კანონის გაუმჯობესება არაფრით არ იქნებოდა, იმიტომ რომ ეს კანონი არის გასაუქმებელი, მით უფრო ეხლა, როდესაც არჩევნების მიტაცების, სახელმწიფოს მიტაცების შედეგად ივანიშვილი ავტორიტარიზმის გზას შეუდგა და ნაბიჯები გადადგა დიქტატორული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. შესაბამისად, უარი ბატონ ბერსეზე და დაანონსება კიდევ უფრო მკაცრი ვერსიის რუსული კანონის, რომელიც რა თქმა უნდა არც ამერიკული იქნება და ისევ რუსული იქნება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ მათთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ალენ ბერსეს მისთვის მიცემული ერთადერთი პირობის შესრულებაზე, რომ შეიქმნებოდა სპეციალური ჯგუფი და ქართული ოცნება მასთან ერთად იმუშავებდა რუსული კანონის შემსუბუქებაზე, უარი განუცხადა ირაკლი კობახიძემ სატელეფონო კომუნიკაციის ფარგლებში, რომლის დროსაც კობახიძეს ამ გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზები არ აუხსნია, თუმცა მან აღნიშნა, რომ შესრული გარემოებებიდან გამომდინარე უწევს ალენ ბერსესთვის მისთვის მიცემული პირობის შესრულებაზე უარის თქმა. ამ თვალსაზრისით კი საყურადღებო ისიცაა, რომ ალენ ბერსე არის ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ქართული ოცნება კი უკვე აღარ ირიცხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში, უფრო ზუსტად ოცნებამ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ეს სწორედ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან დაემუქრა ქართულ ოცნებას იმის საფრთხე, რომ მისი დელეგაციის უფლებამოსილება ამ ორგანიზაციაში ცნობილი არ იქნებოდა.